ჰერმეტიზმი ეს დიდი მაგიური და მისტიკური ტერმინი. ალბათ ბევრ თქვენ გასმენია. მისი სხვადასხვა განმარტება არსებობს. სიტყვა ჰერმეტიზმის ლათინურიდან პირდაპირი თარგმანი ნიშნავს საიდუმლოს, ფარულს ამოუცნობს. მას უწოდებენ მიმართულებას, რომელიც სწავლობს ბუნების ამოუცნობი ძალებისა და ადამიანის ურთიერთკავშირს. ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობაა მაგიური ძალების გამოვლენა ადამიანში და მისი მართვა. ტელეპათია, ასტროლოგია და საერთოდ ადამიანის ფსიქიკური და ფიზიკური შესაძლებლობები, რომლებიც ტრადიციული მეცნიერების მიერ ჯერჯერობით აუხსნელია. ჰერმეტიზმს ასევე უწოდებენ ოკულტიზმსაც. ჰერმეტიზმი არის ერთგვარი ეზოთერული რელიგია, რომელიც დაფუძნებულია ჰერმეს ტრისმეგისტუსის სავარაუდო ნაწერებზე, რომლის სახელი ბერძნულად ჰერმეს ნიშნავს, სამჯერ დიდს. სავარაუდოდ ჰერმეს ტრისმეგისტუსი არ იყო ისტორიული პიროვნება. ითვლება, რომ ეს პერსონაჟი არის ბერძნული ღმერთის, ჰერმესის და ეგვიპტური ღმერთის, თოთის გაერთიანება. რამდენიმე ცნობა იმასაც მიუთითებს, რომ ეს ორი ღმერთი სინონიმია ან რაღაცნაირად შერწყმულია და მსგავსი როლები აქვთ ბერძნულ და ეგვიპტურ პანთეონებში. ჰერმეს ტრისმეგისტუსი იყო მწერლობის, მაგიის, ასტროლოგიისა და ალქიმიის ღვთაება. მაგალითად, ქრისტიანების წმინდა წიგნი ბიბლია არ ახსენებს ჰერმეტიზმს, მაგრამ ის გმობს სხვა ღმერთების თაყვანისცემას, გარდა ერთი ჭეშმარიტი ღმერთისა. ჰერმეტიზმი ამტკიცებს, რომ არის უძველესი ფილოსოფია, რომელიც ყველა რელიგიას უსწრებს და საიდანაც ყველა რელიგია მომდინარეობს. ჰერმესი სამჯერ დიდი ითვლება ძველ ღვთაებად, რომელიც დაკავშირებულია ეგვიპტის ადრეულ დინასტიებთან. ესნას ტაძარზე თოთში არის წარწერა, რომელიც ამბობს თოთი, დიდი, 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 რომელიც შეიძლება იყოს სამჯერ დიდი სახელის პირველი დასახელება. ზოგიერთი ებრაული ტრადიციული ცნობა გვასწავლის, რომ ჰერმესს აბრაამი ასწავლიდა, ხოლო ზოგიერთ ქრისტიან მწერალს წარსულში სჯეროდა, რომ ჰერმეს ტრისმეგისტუსი იყო წარმართი წინასწარმეტყველი, რომელმაც ქრისტიანობის მოსვლა იწინასწარმეტყველა. მას მიეწერება თხზულებანი, ეგრეთ წოდებული ჰერმეტიკა, რომელიც არის ფსევდოეპიგრაფიული. ანუ ისინი დაწერილია სხვა ვინმეს მიერ და არა სავარაუდო ავტორის მიერ. სიბრძნის ტექსტების ეს კრებული ღვთაების, კოსმოსის, გონების, ბუნების, ალქიმიისა და ასტროლოგიის შესახებ დათარიღებულია ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველი საუკუნით. ჰერმეტიზმის მიმდევრები ძველ დროში იყვნენ ალქიმიკოსები და ჯადოქრები. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში. ნახე ეს ვიდეო სრულად და უყურე ახალ რელიზებს. დაგვიჭირე მხარი.